მოიტანს თუ არა დღეს მიმდინარე პროტესტის შედეგს, გორში ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ლექსოვალია ორმა ამის შესახებ TV მონიტორინგის პოლიტიკურ თოქ-შოუში ისაუბრა. მან ერთგვაროვნად ოპოზიციური სპექტრი მოქმედობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ სათანადოდ ვერც არჩევნების წინ და ვერც შემდგომ ვერ იმოქმედეს არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. რაც შეეხება ქართული ოცნების პოზიციას, გორის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელახალი არჩევნები არ იქნება. რაზმაძემ აღნიშნა, რომ დღეს აქციებზე მყოფ ადამიანების ნაწილს საკუთარი ქვეყანა არ უყვარს. ცნობისთვის, დედაქალაქში საპროტესტო აქციები უკვე 56 დღეა იმართება. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპატიმროებიდან აქციების დროს დაკავებულები. ჩვენ უნდა ვიყოთ პირდაპირები და ვაღიაროთ ის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა სათანადოდ და ადეკვატურად ვერ იმოქმედეს ვერც არჩევნებამდე და ვერც არჩევნების შემდეგ, ამიტომ ის პროცესი და ის პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, აუცილებლად მოიტანს შედეგს, რომ სრული აპდეიტი, სრული განახლება მოხდება პოლიტიკური პარტიების თვალსაზრისითაც. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ახლა მეტნაკლებად ზოგიერთი პარტია უფრო არის ადეკვატური და რეალისტურად და რეალურად უდგება საკითხების მიმართებაში, მაგრამ ყველა პარტიას აქვს პრობლემები არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ეს ცხადია და ამას აუცილებლად შეცვლის ამ მდგომარეობას ის პროტესტი, რომელიც დღეს მიმდინარეობს. პროტესტის შემდეგ სრული სურათი გადალაგდება ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი იქნება საზოგადოებაში ისეთი მოქალაქე, რომელმაც ამ ბოლოს ჩატარებული არჩევნების შემდეგ შეიძლება შეიცვალოს აზრი და სრულიად სხვა პარტიებს მისცენ ხმა. არ გამოურიცხავ, რომ ამ პროტესტის დასრულების შემდეგ სრულიად ახალი პოლიტიკური მოძრაობებიც გაჩნდეს. თულოცნებას, სამთავრობო ხელისუფლებას არჩევნები არ გაუყალბები და ახალი არჩევნები არ ჩაი. ჯერ ეს ნაძირალები, ვინც ახალ არჩევნებს ვითხოვენ. რა თანხები ჯდება არჩევნები? ფიქრობენ მაგაზე? ნაძირალები არიან. არაფერი არ აინტერესებს ქვეყნისა. ყველა როგორ იქცა ესეთი ნაძირალად, რომ ბიუჯეტზე და ქვეყანაზე არავინ არ აფიქრობს. ახალი არჩევნები რა? ვინ მოიპარა არჩევნები? რატომ მაშინ არ ატეხეს თითოეულმა აგერ გორში? რამდენი უბანია? 109 უბანია თუ რაღაცა. რომელ უბანზე დაიწერა ერთი მაინც მაგალითად საპროტესტო ის რომ ჩვენთან არჩევნები გაყალდა, ან რაღაცა მოხდა. ეს არაფერი მაღლიდან წამოვიდა. იმათ მოუთხრეს, მოდი დავიწყეთ ესე, არჩევნები გაყალბებულია, ხმები რა მოგპარეს, ვის მომპარავი და მამაცაღლები არიან ოპოზიცია არის. პირში ვეთქი, მოვიდეს ვისაც უნდა და დამიდგეს წინ ერთი. კლავიატურაზე რომ დაიწყებენ ხოლმე ლანცვას ჩემი. პირისპირ მოვიდეს ვისაც უნდა. აი ვინც მან დგას იქიდან 70% მაინც აბსოლუტურად არის ქვეყნის მოწინააღმდეგ. არანაირი პატრიოტიზმი მათში არ არის. აი ეს არის ზუსტად ის გაზრდილი ახალგაზრდობა, რომელიც სააკაშვილის იდეებზე გაიზარდა. არ შეიძლება შენი ქვეყანა არ გიყარდეს, ახალგაზრდა კაცს განსაკუთრებით უნდა უყვარდეს.